ესე იგი, მეგობრებო, ძალიან უცებ აგიხსნით გამოყენების პრინციპს. ეს არის მთავარი გვერდი, რაც გაგიზიარეთ, სადაც არის ჩამოთვლილი ძირითადი რაღაცეები. თუმცა Notion-ში შეგიძლიათ გააკეთოთ database, რასაც ქვია ეგენი, სადაც ეს პირველი სვეტი რაც არის, ეგ არის ანუ თავარი სვეტი აქ და კიდე შეგიძლიათ დავამატოთ სხვა პარამეტრები. თითოეულ სვეტში, რასაც შეიყვანთ, მაქედან შეგიძლიათ გააკეთოთ კიდე ცალკე გვერდი და უფრო კარგად გაშალოთ, რაც არის ნაგულისხმები აი აქ. მაგალითად, ამ შემთხვევაში თუ დავაწვევით opens, გაიხსნება ცალკე გვერდი, სადაც მოცემული არის აი ის პარამეტრები, რაც ისედაც აი ამ ცხრილში გვიჩანს უკვე. აქ არის ესე მოცემული და პლუს ამას ქვემოთ შეგიძლიათ დაამატოთ ტექსტები ჩვეულებრივ. ასევე ცხრილები და ნებისმიერი რამ, რაც დაგჭირდება. კიდე შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა ობიექტები, მაგალითად ავკრიფავთ აი უბრალოდ ამ სიმბოლოს და მე ჩამანათვალში გამოჩნდება, შეგვიძლია heading-ები დავამატოთ to-do list-ი ან quote table და ჩამოთვლილში თქვენთანაც ნახავთ კარგად. ანუ პრინციპი არის, როგორც აი web page-ს რო აწყობ, თუ გიმუშავებთ WordPress-ში ან Squarespace-ში ან მსგავს web design-ის პლატფორმებზე მსგავსი პრინციპი არის რა. შეგვიძლია დავამატოთ heading და მე გავშალოთ უკვე ქვემოთ რაც ხდება. ამ გვერდიდან გამოსასვლელად უბრალოდ აი ამას დავაწვევით და დავუბრუნდებით მთავარ გვერდში. ასევე იგივე გვერდშიც შეგვიძლია ასევე დავამატოთ კიდევ დამატებითი ქვეგვერდები. აი მაგალითად ავკრიფავ აი ამ სიმბოლოს, მერე ქვემოთ შეგვიძლია დავამატოთ კიდე მონაცემთა ბაზა, რასაც ქვია სხვადასხვა view-ებით, ავირჩიოთ რა ვიცი, თუნდაც table. და აქ სიტყვაზე შევიყვან კიდე რაღაც დამატებით. ერთი დავამატოთ კიდე page-ი. და აი აქ უკვე add properties რო ვაწვევით, აქ შეგვიძლია დავამატოთ კიდე სხვა პარამეტრები. თუნდაც ტექსტი იქნება, ციფრი თუ ან ნებისმიერი, ან უბრალოდ ავკრიფოთ ჩვენ რაც გვინდა ეგ. და აქ რასაც შევიყვანთ ხო სიტყვაზე აი text, აქ რასაც შევიყვანთ გამოჩნდება აი ამ გვერდის პარამეტრებში. მაგალითად სიტყვაზე და კიდევ აქ opens რო დავაწვევით, აქ გაჩნდება ეს ქვეგვერდი, სადაც იქნება დამოუკიდებლად პარამეტრები. ან წარმოიდგინეთ, რომ ეს არის აი ვებსაიტის აწყობის პრინციპი რა, სადაც ქმნი გვერდებს, მე ამ გვერდებს ერთმანეთთან ლინკავ, ლინკიდან ლინკზე შეგიძლია გადასვლა და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის პრინციპი.